ჩვენ ვიმყოფებით აჭარის რეგიონში, ხელვაჩაურის სოფელ ავგიაში, რომელიც არის ახალსოფლის თემი. სწორედ ეს სოფელი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ეპყრობა ოცნება რეგიონებს, თუ როგორი პრიორიტეტია ოცნებისთვის რეგიონები და ასევე ამ სოფელში ჩანს სწორედ ოცნების კორუმპირებულობა, უყურადღებობა და რა თქმა უნდა არაკომპეტენტურობა. ამ სოფელში გზის შეკეთების და თანამედროვე სტანდარტების ახალი გზის დაგების დაპირება ოცნებამ გასცა 2021 წელს წინა საარჩევნოდ, თუმცა 2026 წელსაც აქ მოსახლეობამ ვერ მიიღო ახალი გზა. აქ ცხოვრობს 150-მდე ოჯახი, რომელთათვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ღირსეული საგზაო ინფრასტრუქტურა, ღირსეული ცხოვრებისთვის, იმისთვის, რომ მათ შეძლონ საკუთარი შვილების სკოლებში ტარება და შესაბამისი ქმედებების განხორციელება. სოფელ ავგიაში 2021 წელს ადგილობრივი მმართველობის არჩევნების დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც იყო ეს საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემა, ქართულმა ოცნებამ და ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაპირებად გამოუცხადა, რომ ამ გზას მიხედავდა. იმის შემდეგ 2023 წელს ისევ გამოსოცხლდა ეს დაპირება, იქნა გამოვიდა, რომ უკვე არჩევნები ახლოვდებოდა. 2023 წელს 954,000 ლარი დაიხარჯა უშუალოდ ამ გზის შეკეთებისთვის. მას შემდეგ რაც უშუალოდ აქ წვიმა დაიწყება, იმ ხრეშს რაც არის უშუალოდ გზაში დაყრილი, ამას გადარეცხავს და იგივე ორმოებიანი გზები კეთდება, როგორიც იყო 2021 წელს და ისევ იმ პრობლემის ჩიხში შევდივართ. 2026 წელი არის და გასული წლის ანგარიშს რომ უყურებთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ანგარიშს 1,600,000 ლარი არის უკან დაბრუნებული, ესე ვთქვათ, სახელმწიფო ბიუჯეტში. ხომ შეიძლება მიხედოს მოსახლეობას უშუალოდ ზაზა დიასამიძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულომ შესაბამისი პასუხისმგებლობა აიღოს და ყურადღება მიექცეს ამ პრობლემას.